Global-ურად ოქროს ფასის ზრდის ფონზე ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ნაკეთობები გაძვირდა ბოლომოვლენების ფონზე ფასის ზრდა დაახლოებით 5-6%-ია. მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ოქრომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ერთ უნციაზე $3,500-საც გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ მცირედი კორექცია მოხდა. ივნისში ძვირფასი ლითონი კვლავ მაღალ ნიშნულზე დაახლოებით $3,200-3,300-ის დიაპაზონში ივაჭრებოდა. ამჟამად უნცია ოქროს ფასი დაახლოებით $3,300 ფარგლებშია, მცირედით აჭარბებს და არსებული პროგნოზით წელს მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. უნდა ელოდოს თუ არა მომხმარებელი ფასის კიდევ უფრო მეტ ზრდას და როგორია ბაზარზე. მოთხოვნა ინფორმაციას ზარაფხანას აღმასრულებელ დირექტორთან თორნიკე სამხარაძესთან ერთად განვაახლებთ, რომელიც სტუდიაში გვერდება. დილომშვიდობისა ბატონ თორნიკე, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში დასტაბილურდა თუ არა ფასები უნცია ოქროზე და როგორია ამ მხრივ არსებული ვითარება და შემდგომ უკვე ასახვა ქართულ ბაზარზე. დიახ, შეიძლება ამ მომენტისათვის თქვა, რომ ფასები დასტაბილურდა, თუმცა ახალი რეალობა გვაქვს, ახალი ძვირი ნიშნული მონიშნა ოქრომ, ესე ვთქვათ $3,300 უნციაზე, რომელიც ახლა ფაქტიურად შეიძლება ვაღიაროთ ახალ სტაბილურ წერტილად. აქამდე იყო $2,800, შემდეგ იყო $3,000. დიდი ხანი ოქრო იყო $3,200-თან, ეხლა უკვე $3,300 არის ის ნიშნული, რასაც ჩვენ დავარქვათ ოქროს ახალი სტაბილური ნიშნული. თუმცა თქვენ სწორად აღნიშნეთ, ირან-ისრაელის ესე ვთქვათ კონფლიქტის ესკალაციის პირველ დღეებში ოქრომის ნახტომისებური ეს რეკორდი მოკლედ გვაქვს ახალი რეკორდი $3,490-ს და ეს ყველა დროის რეკორდია ოქროს ფასში. თუმცა ეხლა სადღაც $3,300-თან არის გასწორებული $3,310, $3,300. წლიურ ჭრილში რამდენია ზრდა? თქვით რომ 2,800 იყო 3,000, მაგრამ აი ერთ წელში თუ შევხედავთ დაახლოებით რა არის მაჩვენებლის მატყლი? წლიურ ჭრილში დაახლოებით 45%-ია ზრდა. რაც საკმაოდ მაღალია და ასეთი ნიშნული იყო წინა პერიოდებში, ასეთი მაღალი ზრდა სხვა დროს. არ მახსენდება. არ ყოფილა. რა არის ასახვა, რაც მე ვთქვი რომ 5-6%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ბოლო მოვლენების ფონზე ერთი წლის ჭრილში რამდენია ადგილობრივ ბაზარზე ფასის ზრდა და დღესდღეობით რა ღირს 1 გრამი ოქრო? ერთი წლის ჭრილში რო ავიღოთ, დაახლოებით 180 ლარად ყიდულობდით ერთი წლის წინ. დღეს 1 გრამი სუფთა ოქროს ფასი 290-295 ლარია, გააჩნია დილერს. დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენარჩუნდა ეს ფასის ზრდა და უკვე სტაბილიზაციისკენ მიდის თუ მოლოდინი ისევ არის, რომ შეიძლება კიდევ გაიზარდოს? დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, შემდეგი ესე ვთქვათ, დებულება ჩამოვაყალიბოთ, რომ ოქრო დასტაბილურდა ახალ მაღალ ნიშნულზე და მოლოდინი ზოგადად წლის მეორე ნახევარში ყოველთვის ზრდისკენ არის, რადგან წინ გვაქვს ახალი წელი, მთელი ესე ვთქვათ სადღესასწაულო პერიოდი და შოპინგის აქტიური ეს პირდაპირ პროპორციულად აისახება იმაში, რომ ესე ვთქვათ მსოფლიოს მასშტაბით ხდება ოქროს მარაგების შექმნა, თუ სახელმწიფოების დონეზეც და დიდი საბაზრო მოთამაშეების დონეზეც ოქროს მარაგები იქმნება, უკვე ესე ვთქვათ წლის დასახურად, ესე ვთქვათ და წლის მეორე ნახევარი ყოველთვის არის ხოლმე, რომ აქეთ ხარჯი უნდა გაიზარდოს, წლის პირველ ნახევარში უნდა ნახოს სტაბილიზაცია. და მოლოდინი მოხდეს $3,500 წელს ვიხილავთ ახალ სტაბილიზაციას. წლევანდელი ტენდენციით პირველ ნახევარშიც გაიზარდა და შესაბამისად მეორე ნახევარშიც ამის გათვალისწინებით რა გამოცდილებაც არსებობს, არის რომ კიდევ გაიზრდება. ამ ყველაფერმა და ფასის ზრდა აისახა თუ არა მოთხოვნის კლებაზე, ან არ ვიცი, იქნებ არ შეეხო და პირიქით ზრდა გაქვთ, როგორია თქვენი მაჩვენებლები? მოგეხსენებთ, ესე ვთქვათ, ამ პირდაპირ ვიტყვი შეუსაბამო და ყოველდღიურ უპრეცედენტო ოქროს ზრდამ ჩვენ მიძულებული გავხადოთ, რომ აპრილის ბოლოს ესე ვთქვათ ფასები დავეკორექტირებინა. დაახლოებით 6% შეადგინა ფასის ზრდამ, რამაც ცხადია მაისში მოქმედა მომხმარებლის ესე ვთქვათ აქტიურობაზე. თუმცა ივნისში ჩვენ მქონდა 3%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით და ამ ხრივ მაინც ვიტყვი, რომ ოქროზე მოთხოვნა არ ეცემა პირიქით
მაინც ზდადი ტენდენცია აქვს ოქროსა და ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა საქართველოში. მთელი გადაცემა ისე გამოვიდა, რომ საუბრობ ტურისტებზე და ადგილობრივ ბაზარზე როგორია გადანაწილება და თქვენც გითხავთ, ამ ჭრილში როგორია მოთხოვნა და გადანაწილება საერთო დანახარჯებში. ძირითადად ტურისტები არიან, ძირითადად ადგილობრივი თუ ვინ არის ზარაფხანას მომხმარებელი დღეისთვის? ზარაფხანას მომხმარებელი არის ძირითადად საქართველოს მოქალაქე. და პროცენტული შეფარდებით თუ ავიღებთ, დაახლოებით 10-90-ზე რა. საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. წილი არის უფრო დიდი. რა არის საშუალო ჩეკი, საშუალო დანახარჯი, რასაც ხარჯავენ იგივე თქვენთან და ეს თუ იზრდება წლიდან წლამდე? არაფასის ზრდიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ოქროზე იყოს, ზოგადად თუ უფრო არ ვიცი, უფრო მეტად ძვირადღირებულ ნივთებს რამდენად ყიდულობენ ადამიანები. მოგახსენებთ. წლების განმავლობაში საშუალო ჩეკი მერყეობდა 1200-1500 ლერის ფარგლებში. მოგეხსენებათ, აქ ეს გამოწვეული იყო იმითაც, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ შედარებით იაფად შეიძლებოდა რაღაცა იგივე ნივთის შეძენა, ვიდრე დღეს არის. დღესდღეობით საშუალო ჩეკი შეადგენს 2200 ლარს. ამ ფონზე როგორია ზარაფხანას განვითარების გეგმები და თქვენი სიახლეები კომპანიაში რაც არსებობს? ამ ფონზე და ზოგადადაც დაახლოებით მეორე წელია ჩვენი გეგმა არის მუდმივი განახლება, შევსება, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ რაღაც ჩვენთვის საინტერესო მანქანადანადგარები მექანიზმები ყოველთვის მოვიძიოთ, შევარჩიოთ, შევიძინოთ და ესე ვთქვათ, ეს პროცესი ჩვენთან განგრძობითად არის. ყველაზე ესე ვთქვათ, მასშტაბური გადაიარაღება გვქონდა ჩვენ 2023 წელს, თუმცა მას მერე ეს პროცესი არ ჩერდება. ფაქტობრივად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ესე ვთქვათ. რამდენი ფილიალით ხართ დღესდღეობით წარმოდგენილი? დღესდღეობით 4 ფილიალით არის წარმოდგენილი, თუმცა ლუბლიანაზე, სადაც ჩვენი წარმოება მდებარეობს, ამავე მისამართზე სულ მალე დაახლოებით 2 თვეში ახალ დიდ ლამაზ ფილიალს გავხსნით. ეს იქნება მეხუთე ფილიალი ზარაფხანას შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ? არა, ერთ პატარას დავხურავთ და ასე ვთქვათ, ჩანაცვლება მოხდება და ჩანაცვლება მოხდება, თუმცა უფრო განახლებულ და საინტერესო. სხვა ქალაქებში და სხვაგან ხომ არ გეგმავთ გაფართოებას და წელს ხომ არ აპირებს კომპანია ინვესტიციის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, რამდენად არის ამისთვის შესაბამისი გარემო, რომ შეიძლება ბიზნესმა რაიმე ფორმით გაზრდაზე იფიქროს? წელს რაც მოგახსენეთ, ასე ვთქვათ, ეს ფილიალია გეგმაში, არის ახალი რამოდენიმე კოლექცია დაანონსებული და ესე ვთქვათ, უკვე მუშაობს ამაზე კრეატიული დირექცია. ერთი ახალი კოლექცია ფაქტიურად მაისში უკვე იხილა. დღის სინათლე ქონდა წარდგენილი ფლორენციაში გამოფენაზე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. და ესე ვთქვათ, ჩვენი წლის ბოლომდე სიახლეები დატვირთულია უფრო კოლექციების მხრივ, ახალი ფილიალის მხრივ და ახალი ესე ვთქვათ საგამოფენო სივრცის მხრივ, რომელიც ასევე ლუბლიანაზე მოეწყობა. კონკურენცია როგორია და მთავარ გამოწვევას თქვენი სექტორი სად ხედავს დღეს? მთავარი გამოწვევა ზარაფხანასთვის რჩება ისევ ოქროს ფასი და დარჩება, რადგან ძირითადი ნედლეულია ჩვენთვის. კონკურენცია, რა თქმა უნდა, გვიწევს იმპორტიორებთან, რომლებიც თქვათ, სხვადასხვა ქვეყნებიდან ახდენენ სამკაულის იმპორტს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ზარაფხანა მაინც უნიკალური სწორედ იმით არის, რომ საქართველოში ინარჩუნებს წარმოებას და ფიქრობს განავითაროს საოქრომჭერლო საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში და ამ უნიკალურობას ჯერჯერობით არავისთან არ ვიზიარებთ. თუმცა შორის საინტერესო ახალ კოლექციებს თავაზობთ ხოლმე ბაზარს. რა არის ყველაზე ძვირადღირებული, რაც გაყიდულა ბოლო პერიოდის განმავლობაში და წეგან მახსენებთ, რომ საშუალო ჩეკი 1200 ლარი იყო. თუ გაიზარდა ძვირადღირებული ნაკეთობების გაყიდვები წინა პერიოდებთან შედარებით? დიახ, ან ბოლო 2 წელია, ესე ვთქვათ, არის ფიქსირდება, ანუ შარშანი იყო ყველაზე ძვირადღირებული 27000 ლარი, თუ სწორად მახსოვს. და წელსაც დაახლოებით ჯერჯერობით წლის ბოლომდე დიდი დროა და იმედია
კიდევ უფრო გაიზრდება, წელს იყო 33,000 ლარი. წარმატებები ბატონ თორნიკე, მადლობა თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. თორნიკე სამხარაძე, ზარაფხანას აღმასრულებელი დირექტორი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.